კრიშტიანოს მამა ჟოზე დინისი არ იყო ჩვეულებრივი მამა. ის იყო ომის ვეტერანი, რომელმაც ანგოლას ჯოჯოხეთი გამოიარა. ჟოზე კუნძულზე ფიზიკურად დაბრუნდა, თუმცა მისი გონება და სული ომში დარჩა. ალკოჰოლიკი გახდა ერთადერთი წამალი იმ საშინელების დასავიწყებლად, რაც აფრიკაში ნახა. რონალდო კი ხედავდა თუ როგორ ანადგურებდა სასმელი მის გმირს. ის ხედავდა თუ როგორ რეცხავდა მამამისი ადგილობრივ კლუბში ზღვის ფორმებს, რათა ეშოვა რამოდენიმე ევრო. სწორედ აქედან მოდის მისი ფანატიკური სიძულვილი ალკოჰოლის მიმართ და მანიაკალური სურვილი, რომ იყოს საუკეთესო. მას არ უნდოდა რომ გამხდარიყო კიდევ ერთი მსხვერპლი. იმის გამო რომ კრიშტიანო მამას ეზოს დასუფთავებაში ეხმარებოდა, თანაგუნდელები მას დასცინოდნენ. მან კი თქვა ესეთი რამ: ახლა დაგვრცინით, მაგრამ მე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გავხდები, საუკეთესო მანქანებით ვივლი. თქვენ კი ისევ აქ იქნებით. მაშინ ეს სიტყვები ყველას სისულელად მოეჩვენა, თუმცა რეალობას ვხედავთ. მაშინ მას არ ჰქონდა ბუცები, მას არ ჰქონდა ნამდვილი ბურთი. მას ჰქონდა მხოლოდ რკინისებური ნება, რომ გამხდარიყო საუკეთესო. თუმცა მადეირა უკვე პატარა იყო მისი ამბიციებისთვის.